წელიწადის დრო. გაზაფხული ვარდობის თვის 27 მაისი. ალბათ მიგვიხდით გვინდა ზღვარი წავშალო თუ წარსულსა და აწყოს შორის. სამრიგო მასწავლებელთან განშორების განცდის შეწირწუნებული მიღრუებით მარში და კიდევ ერთხელ წმუნდები ჩვენს სამედით გამოსცინებაში. საუბედურა ჩვენი სტაობა ვართ, ორეულებს რომ ვატარებდით. ჩვენი სტაობა ვართ ადრეულ ასაკში რომ შევიგრძენთ. რა არის იცოთ? ამასაც ცეცხლში აწრის სილუეტები ლაღვიძვა ცილები და ხშირად ეჭვით ვურცელი წყაინდეთ წყის კათილებას. დღეს როცა ვარდები აყვავდნენ გაზაფხულს ბოლო არ უჩანს. ჩვენ გვინდა რომ გაზაფხული არასდროს დასრულდეს, მას ხომ არადიული ახალგაზრდების ნიშანი ახლავს. ეს ნიშანი კი ქრისტეს აქეთ მეორე 1000 წლეულის 2020 წლის 1 ივნისია. დიახ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეა, წინატრელი ოცნებების დამოყრის დღეა, სიახლის მოახლოვების ჟამი. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც დედაენასთან ერთად შეისხორცა ყველა ის ჭეშმარიტება, რაც მიგახლებს იმდიად ალტათა, რომელიც გვოძრავს შეხარ ადამიანი. ეს კი დღე პირველი და დღე უკანასკნელია. პირველი განცდა გუშინდელივით მახსოვს, მხოლოდ ერთ წვინატრები შეიძლებოდეს დაბრუნება ნეტავ-წარსულში. და დღეს ის რაც დაბრკოლება იყო, ჩვენთვის აღარ არსებობს. მადლობთ სამრიგო მასწავლებელო, გვასწავლე უცხო ადამიანებთან ურთიერთობას. მადლობთ სამრიგო მასწავლებელო, არჩევანი რომ გავაკეთებინეთ. მადლობთ სამრიგო მასწავლებელო, ჩვენ მშობლებსა და ახლობლებს რომ სიამოვნება მეანიჭეთ. გმადლობთ რომ ოროდინი აგვიხსენეთ. ულადპარაკისათვის გმადლობთ სამრიგო მასწავლებელო, ის რომ დღეს 4 წლისაა. ყველა ჩვენი გაკვეთილი თქვენი თხოვნით თარდებოდა, გაგვიზიარა შთაბეჭდილებანი, ასე გვეუბნებოდა. დღეს გულახდილად გესაუბრებთ თქვენ არამედ მაყურებლებს. ბავშვებო, გინდათ განიცადოთ იგივე, მას ყურადღებით მოგვისმინეთ და შემდეგ იხილეთ. თუ გინდათ ეზიაროთ პირველი კლასის ირგვლივს, გირჩევთ ჩვენი სკოლის საუფლოში მოხვდეთ და გარწმუნებთ იცხოვრებთ ისე, როგორც ცხოვრობდით ჩვენ 4 წლის განმავლობაში.